მოხალისეების შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებს სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია. არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ პროექტის მესამე მუხლის ბოლო ქვეპუნქტს, სადაც ნათქვამია, რომ მოხალისეების მასპინძელი ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს მოქალაქეების პოლიტიკური გაერთიანება. დააცხადებენ, რომ ეს ფორმულირება არსებულ კანონთან წინააღმდეგობაში მოდის. მოხალისეების პოლიტიკური პარტიიდან გამიჯვნას მიუღებლად მიიჩნევს ნაციონალური მოძრაობა. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ან მიროტაძე კი ამტკიცებს, რომ მოხალისეებთან მიმართებაში შემუშავებული დოკუმენტი სრულიად აპოლიტიკურია. საკრძალვა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოქმედ კანონთან პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. თუ ეს ნორმა ამოქმედდება, ის უარყოფით ზეგავლენას მოახდენს პარტიული ცხოვრების და ზოგადად პოლიტიკური ცხოვრების განვითარებაზე ქვეყანაში. რატომ უნდა აიკრძალოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი მოხალისეების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის არის დაუსაბუთებელი. ამ კანონით გამოდის, რომ მე ნებისმიერ მოქალაქე პოლიტიკურ პარტიას ვერ გაეხმარება, რაც იმასთან წინააღმდეგობაში მოდის. ამავე დროს თავისთავთანაც მოდის ეს კანონი წინააღმდეგობაში, რომ მე ვერ ამიკრძალავს რაიმე მოხალისეური საქმიანობა გამახორციელო. თუ ვერ ამიკრძალავს და მინდა პოლიტიკურ პარტიას დავეხმარო, მაშინ რა უნდა ვქნათ მაშინ? ეს არის გამოვლინება იმ პანიკური შიშის, რაც აქვს ხელისუფლებას ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალის მიმართ, თუ ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ორგანიზებული ჯგუფის მიმართ. ამიტომ ის ცდილობს მაქსიმალურად გათიშოს ერთმანეთისგან ეს ორი ძალა, რათა არ მოხდეს ჯანსაღი ძალების გაერთიანება, რომელიც აუცილებლად ამ ხელისუფლების არაადეკვატური ქმედების წინააღმდეგ შეიძლება ოდესმე აღმოჩნდეს. ეს განმარტება არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ აქვს კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციას და ვთქვათ, დაინტერესებულ პირს იყოს იმ კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის მოხალისე. ძალიან შორს არის ზოგადად მოხალისეობრივი საქმიანობა პოლიტიკისგან. სწორედ ამის გამო არის ეს რეგულაცია, მე ვფიქრობ, რომ დაზუსტებულია, თორემ შეზღუდვა არაფერი არ არის, თქვენ შეგიძლიათ იყოს მშვიდად